ნაშია სარდენია არენა, სადაც სულ მალე უნდა დაიწყოს იტალიის სერია 127 ტურის მესამე სათამაშო დღის მორიგი დაპირისპირება. კიდევ ერთი ჩადოდება რონალდუ! კრისტიანო რონალდუ თავისი მორიგი გოლი მე-10 წუთი და თავისი ტრადიციული აღნიშვნა მე-10 წუთი შეხვედრისა 1-0. თავური დარტყმით კრისტიანო რონალდუს ყალობით გადის წინ ტურინის იუვენტუსი და ამიერიდან რონალდუს აქვს სერია A-ში აბსოლუტურად ყველა კლუბის ყველა სტადიონზე გატანილი გოლი. პლუს ამას 21 გოლის სერია A-ს მიმდინარე სეზონში. მე-19 სტადიონზე გამოიჩინა თავი უკვე ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ათლეტმა. აი კიდევ ერთხელ ყველაზე მაღლა რომ ახტებოდა ეს, რა თქმა უნდა, არც არავის არ უყვირს და კრისტიანოს მორიგი გოლი. ალესიო გრანიო აღმოჩნდა უძლური ახლო მანძილიდან გახვრიტა კალიარის კარის ბადე. ასე რომ ანდრეა პირლოს გუნდს გამოუვიდა სწრაფი გოლი. ახლა ვნახოთ უკვე როგორ იმოქმედებს კალიარი მოვლენების ამგვარი განვითარების შემდეგ. რონალდუ 1-0 იუვე გავიდა წინ. და კიდევ ერთი შეტევა, ისევ კიეზა მშვენიერი გადაცემა ალვარო. მაგრამ ვერ გაიტანა მორატამ ამ ეპიზოდში, თუმცა კარგი იყო ასევე ალესიო გრანიოც. მართალია შუაში დაურტყა აქ ესპანელმა, მაგრამ დაუფასოდ ასევე იტალიელ კიპერსაც ეს სწორად შერჩეული პოზიცია და პლუს ამას დროული რეაგირება. ნახოთ ვინ მოიგებს ამ მინი დუელს, იტალიელი თუ პორტუგალიელი. მოკლე გამორბენი, დარტყმა და 2-0. კუთხე გამოუცნო ალესიო გრანიო, მაგრამ ვერ მოახერხა ამ ძლიერი დარტყმის მოგერიება. ესეც 22 გოლი უკვე სერია A-ს მიმდინარე სეზონში და 2-0 ორბურთიანი ხდება ბიანკონერის უპირატესობა დღევანდელ შეხვედრაში. ეს ხდება შეხვედრის 25 წუთზე. აი კიდევ ერთხელ ეს პენალტი თქვენს წინაშე არ იყო, თქვათ, შეიძლება იდეალური დარტყმული, მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი გარდაისახა გოლში უკვე. კრისტიანოს კიდევ ერთი დუბლი კალიარის კარში და კონკრეტულად ამ გუნდის წინააღმდეგ გადანილი უკვე მისთვის მე-6 გოლი. ფედერიკო კიეზა ძალიან სწრაფი და სახიფათო ასეთ დროს 22 ნომერი, მისი გადაცემა, შესანიშნავი პასი რონალდუ, კრისტიანო 32 წუთი და ისევ მესამე დღევანდელ შეხვედრაში შეძლო პორტუგალიელმა, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა გოლის გატანა. სამბურთამდე იზრდება იუვენტუსის უპირატესობა და 23 გოლი უკვე პორტუგალიელისთვის სერია A-ს მიმდინარე სეზონში და კონკრეტულად კალიარის კარში უკვე დღევანდელ შეხვედრაში მერვე გოლი. ასე რომ თავის იტალიურ კარიერაში ამ გუნდს თავის დღევანდელ მეტოქეს გაუტანა უკვე მერვე გოლი კრისტიანო რონალდუმ. აქაც უშანსოდ აღმოჩნდა ალესიო გრანიო. ჰეტრიკი კრისტიანო რონალდუსი კიდევ ერთი თანაც კალიარის კარში და 3-0. აქ წაარყა ბურთს ხელი ალესიო გრანიო, მაგრამ ვეღარ შეძლო მაჯის გამაგრება და თავისი გუნდის გადარჩენა. კარისკენ დარტყმა ამასობაში და ვოიცეხ შესნი არის დამაჯერებელი ამ ეპიზოდში. აქ კიდევ ერთი ჩაწოდება და შესნი არის ყურადღებით, დარტყმა იყო უფრო ეს ვიდრე ჩაწოდება, მაგრამ პოლონელი აღმოჩნდა ყურადღებით და კონცენტრირებული ამ ეპიზოდში. ალფრედ დუნკანის ეს თავიდან ჩაწოდებას გავდა აშკარად, მაგრამ კარისკენ წავიდა ბურთი საბოლოო ჯამში, მაგრამ შესნიმ გადააგდო ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. კუთხურის საშუალებით გააგრძელებს მასპინძელი და გარდა ამისა კონკრეტულად იუვენტუსის წინააღმდეგ გამართული ასევე ბოლო 5 საშინაო შეხვედრიდან ასევე ერთი აქვს მოგებული კალიარის და შესანიშნავია ამ შემთხვევაში ვოიცეხ შესნი. რაზვან მარინის ძალიან ძლიერი დარტყმული, რომელიც მოიგერია პოლონელმა კიპერმა. აი კიდევ ერთხელ ნახოთ მისი ეს გასროლა, უცნაური ტრაექტორია ბურთისა მეკარისთვის, მაგრამ გაერკვა ვითარებაში სწრაფად გამოცდილი ვოიცეხ შესნი. მეორე ტაიმში აქ მშვენიერი გადაცემა, მარჯვნივ და ვითარდება კალიარის შეტევა, დარტყმა და ერთი გოლი გავიდა. ჯოვანი სიმეონე ამ ბურთის ავტორი მატჩის 61 წუთი და ანგარიშის ხვაობა შემცირდა 1-3.
კალიარი ამ გოლის შემდეგ მიიღებს, რა თქმა უნდა, თავის დამატებით მუხტს და კიდევ უფრო საინტერესო ხდება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ესეც სავივილეო 50-ე გოლი დიეგო სიმეონეს ვაჟისთვის სერია A-ს ეგიდით გაუტანა მან გოლი ვოიცეხ შესნის. აი კიდევ ერთხელ ეს გათამაშებული კომბინაცია მოძრავი საწინააღმდეგო დარტყმული პოლონელისთვის, რომელიც გამოდგა უშანსოდ ამ ეპიზოდში. ასე რომ არგენტინელის გოლი 1-3. 63 წუთზე სტანდარტი კალიარის კარის მიმართულებით. კრისტიანო იქვე გაათამაშეს კუთხური კიეზა. ისევ რონალდუ. სახიფათო იყო ესეც, მაგრამ ამჯერად უკვე არ გაუმართლა პორტუგალიას ამ ეპიზოდში. პოკერი სურდა და სურს. და მატჩის ბოლომდე ასე იქნება მისი სურვილი, რა თქმა უნდა. თუმცა ამ შემთხვევაში მისი დარტყმა არ გამოდგა ზუსტი. ეს კი კიდევ ერთხელ ჯოვანი სიმეონეს გოლი იუეს კარში. ამასობაში მატჩის მე-80 წუთი. კიდევ ერთი კუთხური ჩაწოდება საჯერიმო მოედანში, მორიგის შანსი, მაგრამ ვოიცეხ შესნი ეუფლება ბურთს. 10 წუთი ძირითადი დროის ამოწურვამდე პლუს ამას კალვარეზეს მიერ დამატებული დრო. ფინალი გამართება 19 მაისს. ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ კალიარის კიდევ ერთი შეტევა და როგორ გადარჩა იუვენტუსი 95 წუთზე მატჩისა. კიდევ ერთი მშვენიერი შანსი, რომელიც მიიღო ლეონარდო სემპლიცის კალიარიმ, აი ნახოთ ისევ ეს ეპიზოდი. აქაც ვერ გადაარჩინა ვოიცეხ შესნი თავის გუნდს, მაგრამ არ გაუმართლათ მასპინძლებს. დიეგო გოდინი. შორეული დარტყმა და შესანიშნავია ვოიცეხ შესნი. ძალიან დამაჯერებელია პოლონელი კიპერი პერეიროს გასროლის შემდეგ იმოქმედა ცხინვალედ და ყურადღებით ვოიცეხ შესნი. მეორე ნახევარში ჯოვანი სიმეონემ მოახერხა და მოიც აქ შეიძლება პოკერიც იყოს. აბა რონალდუ და ბრავო ალესიო კრანიო. პოკერი არ გამოვიდა პორტუგალიას, მაგრამ სამაგიეროდ გამოვიდა იუვენტოს